მოგესალმებით. ამ ვიდეოში გაგაცნობთ ჩვენს აპლიკაციას, რომელიც გაგიაუტომატიზირებთ ციფრულ საქმიანობას. ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციონალი საიტზე არის ავტომოპასუხე რობოტი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი WhatsApp-ი, Messenger-ი და Instagram-ი დაუკავშიროთ ჩვენს აპლიკაციას და ამის შემდეგ მოწერილ მესიჯებს უპასუხებს ჩვენი რობოტი. დაუშვათ ეს არის თქვენი ბიზნესის Facebook გვერდი. მოდი მივწეროთ ისე, როგორც მისცერდა რიგითი მომხმარებელი. Chatbot-ი მოიქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა ადამიანი. ჯერ შეამოწმებს კალენდარს და შემდეგ უპასუხებს შესაბამისად. ასევე მოთხოვნისამებრ დაამატებს ჯავშანს თქვენს კალენდარში. ჩვენს აპლიკაციაში ასევე შეგიძლიათ ნახოთ შემოსული მესიჯები. სურვილისამებრ გათიშოთ Chatbot-ი და თქვენით უპასუხოთ მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ ტექსტურ შეტყობინებებთან ერთად რობოტს ხმოვანი შეტყობინებების მოსმენა და პასუხის გაცემაც შეუძლია. სურვილის შემთხვევაში ჩვენს რობოტს შეგიძლიათ მისცეთ ინსტრუქციები, მაგალითები და უთხრათ ყველაფერი, რასაც ადამიანს ეთყოდით. ის პირნათლად შეასრულებს ყველა ინსტრუქციას. სამესიჯო პლატფორმებთან ერთად მომხმარებელს ასევე შეუძლია ჯავშნის დამატება ვებსაიტიდან. პარამეტრებში შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი საბდომენი, მაგალითად, ჩემი სალონი. ამის შემდეგ აღნიშნულ ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება თქვენი კალენდარი, სადაც შეძლებს სასურველ დროს ჯავშნის დამატებას. და ბუნებრივია, როგორც თქვენ, ასევე თქვენს თანამშრომლებს შეგიძლიათ ჯავშნების წაშლა და დამატება საიტიდან. თქვენი თანამშრომლები საიტზე შესვლას შეძლებენ საკუთარი მეილებით და ექნებათ შეზღუდული ცდომა ფუნქციონალზე. შეეძლებათ მხოლოდ იმ ფუნქციონალის გამოყენება, რაც მათი საქმიანობისთვის არის საჭირო. ჯავშანთან ერთად ჩვენი აპლიკაცია ასევე აგზავნის შეხსენებებს. ჯავშნამდე რამდენი ხნით ადრე გაუგზავნოს აკანეთ პარამეტრებში და შემდეგ ჩვენი აპლიკაცია შესაბამისად აგზავნის ამ შეხსენებებს. ვინც სამესიჯო პლატფორმით ჯავშნის, მათ უგზავნის ამავე პლატფორმაზე. დანარჩენებს კი მეილზე. ასევე არის მომხმარებლების მენეჯმენტის გვერდი, ასევე სტატისტიკის გვერდი. ამას მოდი ამ ვიდეოში არ ჩავუღრმავდეთ, თუ დაგაინტერესებთ აპლიკაციამ, შეგვეხმიანეთ და გაგაცნოთ უფრო დეტალურად.